მომდევნო 6 წლის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ისევ თინათინ ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს. პირველი არხის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში მხოლოდ ერთი კანდიდატი არხის მოხმედი ხელმძღვანელი მონაწილეობდა, ის მეორე ვადით. მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე სამეურვეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა მაირჩია. მანამდე იყო გასაუბრების ეტაპი, თინათინ ბერძენიშვილმა ბორდის წევრებს გასული 6 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. ტელევიზიის ახალი სრულად თანამედროვე სტანდარტების შენობა, მასშტაბური ტექნიკური გადაიარაღების პროცესი, თანამშრომლების გადამზადება, 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის მაღალ დონეზე ორგანიზება, არხის ოქროს ფონდის გაციფრულება, შრომითი ანაზღაურების ზრდა, ახალი გადაცემები და სტრიმინგ პლატფორმა. ეს იმ პროექტების მხოლოდ ნაწილია, რაზეც პრეზენტაციის დროს არხის გენერალური დირექტორობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა. ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედია კომიტეტის წევრმა სამეურვეო საბჭოს წევრების შეკითხვებსაც უპასუხა. თინათინ ბერძენიშვილი ქვეყნის პირველი ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის შემდეგ პირველი გენერალური დირექტორია, რომელმაც 6 წლიანი ვადა ბოლომდე ამოწურა. როგორ ტრანსფორმიდა საქართველოს პირველი არხი ბოლო 6 წელში? ამას მარიკა შალიკაშვილი გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. მარიკა. დიახნიკა, საღამომშვიდობისა, პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ ტრანსფორმაციაზე, ალბათ ყველაზე ხილული ტრანსფორმაციით უნდა დავიწყოთ, რომელიც არის ახალი შენობა. ძალიან ბევრი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა კოსტავას 68 ნომერში მდებარე იყო უმძიმეს მდგომარეობაში და აუცილებელი იყო ახალ შენობაში გადასვლა, თუმცა ეს მხოლოდ საუბრის თემად რჩებოდა. თინათინ ბერძენიშვილის დირექტორობის დროს კი ეს რეალობად იქცა და დღეს ჩვენ უკვე ახალ მისამართზე ვმაუწყებლობთ პოლიტიკოს 31 ნომრიდან, სადაც არის ორი ბლოკი, რომელიც აერთიანებს ულტრათანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ტელევიზიას, ადმინისტრაციულ შენობას და სტუდიებს, რომლებიც ამიერკავკასიაში შეიძლება ითქვას, რომ არის მართლაც გამორჩეული ყოველ მხრივ. შენობასთან ერთად ასევე უნდა აღინიშნოს მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღება, რადგანაც ასევე საკმაოდ უკვე მძიმე მდგომარეობაში იყო ტექნიკა და სწორედ ბოლო წლებში მოხდა მატერიალურ-ტექნიკური სრული გადაიარაღება, რომელიც ვასილ მაღლაფერიძის დირექტორობის დროს დაიწყო და გაგრძელდა უკვე თინათინ ბერძენიშვილის დირექტორობის პირობებში და ესეც მოხდა პარალელურად ახალი შენობის მშენებლობისა და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ისე მოხდა ახალ შენობაში გადასვლა, რომ ერთი წუთით არ შეწყვეტილა მაუწყებლობა და ეს ყველაფერი ერთმანეთის პარალელურად ხდებოდა. ამისთვის ძალიან ბევრს მუშაობდა საქართველოს პირველი არხის გუნდი და ამ გუნდთან ერთად ამ პროცესს აკვირდებოდა როგორც BBC-ს, ასევე ევროპის მაუწყებელთა კავშირის სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში არაერთხელ ჩამოვიდნენ და ეწვევდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაათვალიერეს ახალი შენობების მშენებლობის პროცესი. ასევე რა თქმა უნდა ძალიან ბევრი სიახლეა გადაცემების მხრივ, როგორც შიდა წარმოების, ასევე გარე წარმოების პროდუქტი, რომელიც ამ არხზე ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა. ეს არის ნებისმიერი გემოვნების ადამიანზე მორგებული პროდუქტი, გასართობი, შემეცნებითი, საზოგადოებრივ პოლიტიკური, საბავშვო, მუსიკალური თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უფრო დეტალურად ამ ყველაფერზე ახლა ვისაუბრებთ სიუჟეტში, რომელსაც ნახავთ და სადაც უფრო კარგად გაეცნობით თუ რა გაკეთდა ამ 6 წლის განმავლობაში და რა სამომავლო გეგმები აქვს თინათინ ბერძენიშვილს, რომელიც დღეს სამეურვეო საბჭო 8 წევრმა აირჩია და ის მომდევნო 6 წლის განმავლობაში უკვე მეორე ვადით უხელმძღვანელებს საქართველოს პირველ არხს. საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით მომდევნო 6 წლით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციას თინათინ ბერძენიშვილი დაიკავებს. საქართველოს პირველი ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის შემდეგ 21 წლის მანძილზე თინათინ ბერძენიშვილი პირველი გენერალური დირექტორია, რომელმაც მმართველობის სრული 6 წლიანი ვადა შეასრულა და ახლა არხის მეურვეებმა მას საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის მანდატი მეორედ ანდეს. საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი 2020 წლის სექტემბერში გახდა. მანამდე კი ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო. წლების მანძილზე კი არხის მენეჯმენტში სხვადასხვა წამყვანი პოზიციები ეკავა. საოცრად და ემოციური დღეა, რა თქმა უნდა, პერსონალურად ჩემთვის, მაგრამ როდესაც გამოვედი და ვნახე ჩვენი თანამშრომლების რეაგირება, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ჩემს მიმართ დამოკიდებულება, ეს არის ჩვენს მიმართ, პირველი არხის მიმართ სიყვარული, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ყველანაირი დაპირება, ტექნიკა, შენობა, რასაც ვაკეთებთ, არის მეორე
ხარისხოვანი, როდესაც არის ადამიანობა და არის დამოკიდებულება და სიყვარული იმ საქმის მიმართ, რომელსაც აკეთებ. ივანე ჯავახიშვილი ამბობდა, რომ ყველა საქმე გამოდის, რომელიც კეთდება სიყვარულით და ეს არის ჩემი მოტივი, როდესაც ვხდები ნებისმიერი პროექტის ლიდერი. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, რომელმაც შეასრულა 6 წლის მანდატი, ეს არ არის თინა თიმბერძენიშვილზე, ეს არის ინსტიტუციის სტაბილურობაზე, დემოკრატიის ყველაზე საუკეთესო მაგალითზე და მე ევროპული ქვეყნებიდან მილოცვა დღეს მივიღეს სწორედ ამ კუთხით, რომ კი შედგა ვინაიდან სტაბილურობა არის განვითარების ერთგვარი გარანტია, მიუხედავად ყველა იმ ქარცეცხლისა, რომელიც პირველმა არხმა ჩვენ გუნდთან ერთად გამოიარა და ეს ასე იქნება, იმიტომ რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხვედრია, რომ მუდამ იყოს რაღაცა ფოკუსში და კრიტიკის ქარცეცხლში და როგორც ამბობენ, მე ქართულად მინდა ეს თქვა, მაგრამ we accept complaints, ანუ ჩვენ ვიღებთ შენიშვნებს და ვცდილობთ, რომ გავხდეთ უფრო უკეთესები. ეს არის ყველა ევროპული საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასე ვთქვათ, ცენტრი. საზოგადოებრივი მაუწყებელი სულ უფრო დგება ფეხზე და ყველა პირობა არსებობს იმისა, რომ უახლოეს წლებში ის გახდება სრულად ლიდერი ყველა მიმართულებით. მას ძალიან ბევრმა შეუწყო, რამემ შეუწყო ხელი, პირველ რიგში რასაკვირველია თინა თიმბერძენიშვილის პიროვნულმა და პროფესიულმა თვისებებმა. სხვათა შორის აქ გაჟღერდა მე ესე არც მქონდა ესე ნაფიქრი, რომ თინა თიმბერძენიშვილი არის პირველი დირექტორი, რომელმაც თავისი ვადა დაასრულა, სრულად შეასრულა ეს 6 წელიწადი და ამას მარტო იმიტომ კი არ აქვს მნიშვნელობა, რომ უბრალოდ ვადა შეასრულა. ეს ნიშნავს, რომ სტაბილურობა, ასე ვთქვათ, შემოიტანა და ეს ნიშნავს, ყველა გაიაზროს, რომ ეს იყო როგორი არასტაბილური სიტუაცია სუფევდა, თუ არ ვწდები 15-მდე თუ 12 თუ 18 დირექტორი გამოიცვალა, თქვენ წარმოგიდგენთ წელიწადი და ერთი თვე იყო საშუალოდ დირექტორის თანამდებობრივი ხანგრძლივობა. ეს ძალიან ცუდია და ეს სასაკუთრებელ კოლექტივზე მოქმედებდა. ეს კოლექტივი დღეს შინაგანად ეს თან გამოჩნდება, მე ხო უყურებ, კიდევ უფრო ძლიერია, კიდევ უფრო ესე ვთქვათ, მთლიანად შემოქმედებაზეა ორიენტირებული და არ ფიქრობს იმაზე, რომ ესე ხვალ როგორ მოხდება, რა მოხდება, აქ რაღაცა დიდი ცვლილება მოხდება. სწორედ ამიტომ რომ გაუძლო ძალიან ბევრ კატაკლიზმას, გაუძლო პირდაპირ ვთქვა ძალიან ბევრ უსამართლობას, გაუძლო და ირწმუნა საკუთარი ძალების. ამიტომ რასაკვირველია, სრულიად ლოგიკურია, რომ კალბატონი თინა გახდა დირექტორი და ვინც მე ახაც ვთქვი, რომ თუ ვინმეს მიაჩნდა, რომ სოფხედველობრივად იყო მისი კონკურენტი, ან იდეები ქონდა, გარდა იმისა, რომ გარდა გინებისა, რომელსაც მრავლად ვისმენთ და კიდევ სხვა ასე ვთქვათ, არაკანონიერი საქციელებისა, მე მართალი გითხრა ძალიან გამიხარდებოდა თუ მოვისმენდი სოფხედველობრივ გასახურებულ კონცეფციას და ვერაფერი მსგავსი, ასე ვთქვათ, ვერ მოვისმინე. ეს არის ასე რომ ეხლა უსურვოთ წარმატებები და შემდგომი 6 წელიწადი კიდევ უფრო სტაბილურობის და წინსვლის წლები იქნება პირველი არხისთვის. თინა თიმბერძენიშვილის დირექტორობის პირველი ვადა საინტერესოა იმ მრავალრიცხოვანი საერთაშორისო თუ ეროვნული პროექტებით, გადაცემებით, ტრენინგებით, რომლებიც არხზე წლების მანძილზე განხორციელდა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული მაუწყებლის ულტრათანამედროვე მედია ჰაბია, რომელიც პოლიტკოვსკაეს 31 ნომერში აშენდა და რომელსაც საუკუნის პროექტს უწოდებენ. შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა 2020 წლის 30 დეკემბერს. საქართველოში პირველი ტელემაუწყებლობის დაწყების დღეს მოთავსდა. 4 წელიწადში კი ახალი შენობა საზეიმოდ გაიხსნა და კოსტავას 68-დან ახალ შენობაში გადასვლა უწყვეტი მაუწყებლობის შენარჩუნებით მოხდა, რაც მსოფლიოს ნებისმიერი ტელევიზიისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა. გარდა ამისა, ახალი შენობის მშენებლობის პარალელურად, რაც 10 წლეულების მანძილზე კომუნიკაციის სფეროში ყველაზე რთული ტექნოლოგიური პროექტი იყო, განხორციელდა არხის მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღება, რაც მთელი სამაუწყებლო ინფრასტრუქტურის გლობალურ რეორგანიზაციას და მართვის ახალი ხედვის დანერგვას ისახავდა მიზნად. ამ პროცესში, რომელიც ჯერ კიდევ ძველ შენობაში დაიწყო, არხის ტექნიკური გუნდის წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული ტელეკომპანია BBC-სა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის წამყვანი სპეციალისტები. ახალი შენობის მშენებლობის პროცესს რამდენჯერმე ადგილზე გაეცნო იბიუს ხელმძღვანელობა და დელეგაციები. საუკუნის პროექტი ასე დაერქვა ამ შენობას და ეს ასეც არის, რომ არ ყოფილიყო ახალი შენობა, ალბათ საზოგადოებრივი მაუწყებელიც აღარ იარსებებდა. მე ასე მგონია, იმიტომ რომ ის პრობლემები, რომელიც ჰქონდა ჩვენ იმ შენობაში, მათ შორის შრომითი უსაფრთხოება და ადამიანების ჯანმრთელობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია. იქ მომუშავე ადამიანების და ვინც მოდიოდა ჩვენთან სტუმრად, ნამდვილად კრიტიკას ვერ უძლებდა ეს ინფრასტრუქტურა. რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია მენეჯმენტისთვის, ფინანსური გამჭვირვალება და ანგარიშვალდებულება, გარდა იმისა, რომ 6 წლის მანძილზე აუდიტის უპირობო დასკვნა მივიღეთ, ჩემთვის არის საამაყო, რომ ჩვენ გვქონდა სადღაც 3500
300-მდე ხელშეკრულება და გამოცხადებული ტენდერი და არც ერთი მათგანი შენობასთან დაკავშირებული, მშენებლობასთან დაკავშირებული არ ყოფილა მაშად გადაუდებელი შესყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იცოდი, ვერ დაგეგმე და გადაუდებლით გამოაცხადე. ვინც ამ საქმეს აკეთებს და საჯარო სექტორში, ეს ძალიან კარგად იცის ახლა, რასაც მე ვამბობ, რადგან ჩვენთვის პირველი ამომავალი წერტილი იყო ფინანსური გამჭვირვალობა და ინტერესი, რომელიც მხოლოდ ერთადერთია ჩვენი მენეჯმენტის, ეს არის, რომ პირველ არხს კონდეს ისეთი ინფრასტრუქტურა, ისეთი შინაარსი, რომელიც უკან ქართულ საზოგადოებას მოემსახურება და კიდევ უფრო უკეთეს გახსნის ამ საზოგადოებას. თუ გავითვალისწინებთ იმ კრიზისებს, პანდემიას, ომს, შემდეგ უკვე მიტინგებს, რომელიც ვისაც ახსოვს ჩვენი გარკვეული ჯგუფის, რა თქმა უნდა, და არა რაღაც გარკვეული მონაწილეების მიერ იყო ორგანიზებული ტელევიზიის წინ, გადასვლის პროცესი, მშენებლობის პროცესი და პლუს ამას ყველაფერს ანგარიშვალდებულება, რომ იყოს ყველაფერი კანონით დაცული, ეს ახლა რომ დამაბრუნო უკან, მე არ ვიცი შევძლებ თუ არა. ამიტომ ვფიქრობ, რომ შემდეგი 6 წელი ჩვენთვის იქნება, რომ მაყურებელს მომემსახუროთ ისეთი შინაარსით, რომელსაც ის იმსახურებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური თუ ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად თინათინ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველოს პირველ არხზე საფუძველი ჩაეყარა ევროპის წამყვანი ქვეყნების მიერ დამკვიდრებულ მედია სტანდარტს ახალი ამბების გაშუქების მიმართულებითაც. კონსტრუქციული ჟურნალისტიკა გამოსავლის და გადაწყვეტის გზების ძიების პრინციპზე დაფუძნებული გაშუქების სტილია, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლარიზებულ სამყაროში და რამაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აუდიტორიაზე მეტად ორიენტირებულ მრავალფეროვან და ძლიერ ინსტიტუციად აქცია. კონსტრუქციული ჟურნალისტიკის დანერგვის პროცესში პირველი არხის ჟურნალისტებმა და პროდიუსერებმა შესაბამისი გადამზადება და ტრენინგი გაიარეს დანიის ორჰუსის უნივერსიტეტში. საქართველომ კი კონსტრუქციული ახალი ამბების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. 2023 წელს საქართველოს პირველი არხი ოფიციალურად შეუერთდა იბიუს მიერ ინიცირებულ პროექტს ევროპული პერსპექტივა, რომელშიც ევროპის 18 ქვეყნის 22 ნიუსრუმია ჩართული. საქართველომ ასევე უმასპინძლა ევროპის მაუწყებელთა კავშირის 2023 წლის ახალი ამბების ასამბლეას, რომელიც იბიუს გენერალურმა დირექტორმა, ახალი ამბების კომიტეტის თავმჯდომარემ და საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა გახსნეს. ასამბლეას ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების ნიუსრუმების ხელმძღვანელები და მედიის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჯამში 56 ქვეყნის 100-მდე დელეგატი. თინათინ ბერძენიშვილი წლების მანძილზე პირადად აქტიურად არის ჩართული ევროპის მაუწყებელთა კავშირის სხვადასხვა კომიტეტების საქმიანობაში. 2018 წელს ალბანეთში გამართულ იბიუს რიგით მე-80 ასამბლეაზე ის ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედია კომიტეტის წევრად აირჩიეს. მოგვიანებით კი იბიუს გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე დაამტკიცეს. თინათინ ბერძენიშვილს ეკუთვნის გზამკვლევი სახელწოდებით ყველა თანასწორია, რომელიც მან ჟენევაში იბიუს გენერალურ ასამბლეაზე წარადგინა. აღსანიშნავია საქართველოს აქტიური და წარმატებული მოღვაწეობა იბიუს კიდევ ერთ ცნობილ პროექტში, რომელიც ევროპის ქვეყნებს ყოველწლიურად აერთიანებს. ევროვიზიასა და საბავშვო ევროვიზიის კონკურსში წარმატებული მონაწილეობის გარდა 2025 წლის დეკემბერში ქვეყანამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად ყველაზე პრესტიჟულ საბავშვო მუსიკალურ კონკურსს თბილისში უმასპინძლა და მსოფლიოს შოუს ჩატარების უმაღლესი სტანდარტი და უპრეცედენტო რეიტინგი უჩვენა. კონკურსის ტელეტრანსლაცია ევროპის 20 ქვეყნის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების დანერგვისა და არხზე არაერთი მაღალ რეიტინგული ლიცენზირებული უცხოური პროექტის და მეგა შოუს წარმოების, მათ შორის კომპანია The Walt Disney Company-სთან გაფორმებული ხელშეკრულების გარდა, რომელიც Disney-ის, Marvel-ის, Lucasfilm-ისა და 20th Century Studios 349 ფილმის ოფიციალურ პაკეტს მოიცავდა, რა თქმა უნდა, საქართველოს პირველი არხისთვის პრიორიტეტულად რჩება სხვადასხვა პლატფორმაზე აუდიტორიისთვის უმაღლესი სტანდარტით შექმნილი ქართული პროდუქციის შეთავაზება. იქნება ეს ტელევიზია, რადიო თუ ციფრული პლატფორმა. არხზე მუდმივად მზადდება სხვადასხვა ასაკის გემოვნებისა და ინტერესის მქონე მაყურებელზე მორგებული შემეცნებითი, გასართობი, მუსიკალური, სპორტული თუ საბავშვო გადაცემები. წლების მანძილზე არხზე გაჩნდა რამდენიმე ათეული როგორც შიდა, ისე გარე წარმოების მხატვრული და დოკუმენტური მედია პროდუქტი, ეთნიკური უმცირესობებისთვის საინტერესო გადაცემები 7 ენაზე. სტრიმინგ პლატფორმა 1 TV Play, პარლამენტის არხი და პირველი არხი სპორტი. 2024 წელი ქართული სპორტის ისტორიაში გამორჩეული იყო. ევრო 2024-ის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციები პირველ არხზე უპრეცედენტო რეკორდული ტელემაყურებლით იყო გამორჩეული. გარდა ამისა, სწორედ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დანერგა პარასპორტის ტრანსლაციის ტრადიცია. ოლიმპიური თამაშების გარდა 2021 წლის შემდეგ არხი მაყურებელს უწყვეტად სთავაზობს პარალიმპიურ თამაშებს და პარასპორტის სხვადასხვა ჩემპიონატებს. 2023 წელს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს პარალიმპიურმა კომიტეტმა საინფორმაციო მხარდაჭერისთვის დააჯილდოვა.
ტელევიზიის ორგანიზაციაც და შენობას დაგეგმილია ისე, რომ ორად არის თითქოს გაყოფილი, ეს უხილავი ზღვარია, ეს არის ერთი ადმინისტრაციული ნაწილი, რასაც როგორც ინსტიტუცია საზოგადოებრივი მაუწყებელი აკეთებს და რაც თავარია მისი გული, ეს არის შემოქმედება, ეს არის პროდაქშენი, ეს არის ის პროდიუსინგი და ის შინაარსი, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებს. ჩვენი მხრიდან რევოლუციური იყო, როდესაც გარე წარმოებაზე გავიტანეთ თითქმის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი გადაცემების და ვფიქრობ, ის გადაცემები, რომელიც მაყურებელს ახლა უყვარს, ყველა ასე თქვა, შემოქმედებითი კრეატიული ინდუსტრიის თანხის მათ შორის ჩვენგან მიცემით, ქართულ ეკონომიკაში ასევე ფულის ასე თქვა, უკან დაბრუნებით, ვფიქრობ, რომ ამ შედეგი მივიღეთ. ყველაფერთან ერთად წია პროდაქშენის ღირებულებამ ხარისხში მათ შორის როგორი გადაცემები იქნება ეხლა როგორი მაღალი ხარისხის მე ვიტყოდი საერთაშორისო სტანდარტის ფილმები, სერიალები, გადაცემები გვაქვს ეთერში ჩვენი წამყვანებიანად, შინაარსიანად, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, მე სუბიექტური ვარ, არის შეუდარებელი იმასთან, რაც იყო. თუმცა, ისევ და ისევ ვიდაინად ჩვენ თამასა ძალიან მაღლა გვაქვს აწეული, რა თქმა უნდა, ეს არ გვაკმაყოფილებს და აი ამ ახალი ინფრასტრუქტურით ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი შესაძლებლობები. რატომ? იმიტომ, რომ ქართველმა მაყურებელმა როგორ პლატფორმასაც რადიოს უსმენს, ტელევიზორს უყურებს, თუ საერთოდ არ უყურებს ტელევიზორს და ტელეფონშია, ან თავის ლეპტოპშია, იქ მიიღოს ქართული შინაარსი, გადამოწმებული ინფორმაცია, როცა იცის, რომ იქ არავინ არ მოატყუებს და თუ რამე შეგვეშლება, იქვე ვიტყვით, რომ შეგვეშალა, ამისი არ შეგრცხვება, იქნება ისეთი შინაარსი, რომელიც მას იდეოლოგიურად, მე ესე ვფიქრობ, თავზე არაფერს მოახვევს და იქნება ძალიან მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო, იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მასში აუცილებლად ეს აპრიორი უნდა იყოს ჩადებული ისეთი მარცვალი, რომელიც შეგამეცნებს, ან ყველაზე ცოტა აღგიძრავს, ასე ვთქვათ, ისეთ მოთხოვნას, რომ შემდეგ შენ თვითონ ჩაეძიო და რაღაც უფრო მეტი ისწავლო და განვითარდა. ეს არის ჩვენი მისია. ჯერა ჩვენი გუნდი ამისთვის მზად არის, ჩვენ ეს უკვე დავამტკიცეთ, მაგრამ კიდევ უფრო ასეთ მძლავრად და ახალი ენერგიით ვეცდებით, რომ მაყურებელს ეს მსმენელს, მაყურებელს და მომხმარებელს სოციალურ ან ონლაინ მედიაში ეს კიდევ უფრო კარგად დავანახოთ. მას შემდეგ, რაც თინათინ ბერძენიშვილი საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორად აირჩიეს, სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილებისა და პროფესიული ხედვის გაზიარების მიზნით სპიკერის რანგში 50-მდე საერთაშორისო ღონისძიებაზე იყო მიწვეული. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ევროპის მაუწყებელთა კავშირის სხვადასხვა კომიტეტსა და პროფესიულ ჯგუფში, მათ შორის მედიის, რადიოს, ადამიანური რესურსების, გენდერის, სტრატეგიისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამუშაო ჯგუფებშია წარმოდგენილი. თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდს 2012 წელს შეუერთდა. გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მის არჩევას წინ უძღვოდა მედიის და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორის პოზიცია და 2018 წლიდან ვასილ მაღლაფერიძის დირექტორობის დროს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობა. თინათინ ბერძენიშვილი იმ არაერთი რეფორმის ინიციატორი და მონაწილეა, რომელიც თანამედროვე ტელევიზიის შესაქმნელად არხზე ბოლო წლებში განხორციელდა. მათ შორისაა ახალი შენობა, მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა, ინტეგრირებული მულტიმედიური ნიუსრუმის მშენებლობა, აუდიტორიაზე მორგებული გასართობ შემეცნებითი, ინტელექტუალური, მუსიკალური თუ სპორტული ტელე-რადიო პროდუქტის მომზადება, გარე წარმოების წახალისება, ეროვნული პროექტების შექმნა და პოპულარიზაცია და უსაფრთხო მედიის კონცეფციის დანერგვა, რაც მომდევნო წლებში ახალი ძალებით გაგრძელდება და კიდევ მეტად განვითარდება.